აქაურობას მოშორდებოდით? არ ვიცი. ქერემს ბევრი საქმე აქვს. მეც ძალის მოკრებას ვცდილობ. მგონი უკვე კარგად ხარ. შენ ძლიერი ქალი ხარ, ბენო. ამდენი რამის მიუხედავად შეძელიდა ფეხზე დადექი. ეს რა არის? ბენო? არაფერი. შენ თავს რამე დაუშავე? არა. ბენო. ელი გამიშვით. უბედური შემთხვევა იყო. ბენები გადაიჭერე. რატომ შველა? ამიხსენი რა ხდება? ძლიერი სულაც არ ვარ დედასევალ. პირიქით, იმდენად უსუსური ვარ, რომ მაშინაც კი როცა ძალიან უბედურად უგრძნობ თავს, ამ ქვეყნიდან წასვლა არ შემიძლია. არა. შენ ასეთ რამეს ვერ გააკეთებდი. მართლაც ვერ გავაკეთე. ვერ მოვახერხე. ბენო, ეს ყველაფერი შენს ფსიქოლოგს უნდა უთხრა. ბენო. ქერემი მოვიდა. არ იცი, ძალიან გთხოვთ, არაფერი თქვათ. კი, მაგრამ მეორედ აღარ გავაკეთებ, გპირდებით. გამარჯობა. გამარჯობა, ქერემ. დედა. ორი ხილის წვენი მოგვეცით. კარგი. წარმატებას გისურვებ? მადლობა. ამ საღამოს იმშვიდეა. ბოლო დროს კლიენტები შემცირდნენ. შენი მეგობარი სადაა? ბურაკი? კარგი რა, ჩემი მეგობარი შენ ხარ. ფიქრობდით, რომელი ვიქნებოდით შენი შეყვარებული და ბოლოს მეგობრები გავხდით. ასე არ ჯობია? ჯობია. ბურაკი სადაა? ამ საღამოს არ მოვა? ბურაკს არ ცალია. საქმის მოსაგვარებლად წავიდა ბოსნიაში. ალბათ ხუმრობ. მართალს ვამბობ. რა თქვით? ამ რთულ დღეებში ერთმანეთს კარგ მეგობრობას გავუწევთ. ზუსტად ასეა. ეს პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. როგორც კი მოხსენება მომზადდება, მოხარული ვიქნებით სტამბოლში გიმასპინძლოთ. რა სიტყვით? სიამოვნებით. ნახვამდის. 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 ალო. ქერემ. რა ხდება? შეხვედრამ როგორ ჩაიარა? კარგად. ბოსნიელებთან საქმის დაჭერა სასიამოვნო ყოფილა. ძალიან ჭკვიანი და შეგნებული ხალხია. ამას მე მასწავლე ბიჭო. მომისმინეთ ჩვენ ხომ 5% ვთქვით, ხო? მგონი 7%-ს დავითანხმე. მართლა? რა სიზამ, შენ ძმას ეშმაკობა აქვს. კარგი, ნუ ტრაბახობ. ბენუ როგორა? კარგად, ძალიან კარგად. დედა ცაკა. სწორედ ახლა სუფრასთან ვსხდებოდით. აბა გემრიელად მიირთვით, ხვალ შევხვდებით, ნახვამდის. ბურაკი სერიოზულად ჩაერთო მუშაობაში. მეგონა სულ სისულელეებზე ფიქრობდა. ზოგჯერ არც კი ვიცით რა აზრები უტრიალებთ თავში ჩვენ გვერდით მყოფებს. მართალია. ვინმეს რომ ეთქვა ბურაკი ბოსნიაში წავა და საქმეს მოაგვარებს, არ დავიჯერებდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლობლებს მეტი დრო უნდა დაუთმო. სუფრასთან არ დასხდეთ? მოგწონთ. ასე უცებ რატომ წახვედი? კან, ხომ კარგად ხარ? ხო. ქარიშხალივით დაგვატყდა თავს, არა? მე მგონი ფიქრობ, რომ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ. მართალიც ხარ. მაგრამ მაინც მინდა რომ ბოდიში მოგიხადო. ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. არ მინდა რომ რამე გეწყინოს შაჰრაზად. მოდი ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ. უნდა ვისაუბროთ. არ მინდა ჩვენ შორის რამე გაუგებრობა არსებობდეს შაჰრაზად. კარგი. უშფოთველ ცხოვრებას დაგვირდი. ასეთ ყვირილსა და აუზაურს კი არა.
ამიტომ ნება მომეცი ბოდიში მოგიხადო. კარგი. ასეთ რამეს აღარ დავუშვებ. ძალიან კარგი. ეს რომ ქაანის თვალწინ მოხდა, ამისთვის განსაკუთრებულად ბოდიშს გიხდი. კარგი. რა მოხდა? უარს ხომ არ იტყვი? რაზე უნდა ვთქვა უარი? ჩემზე. ჩვენზე. ისეთ ადამიანს ვგავარ, რომელიც ასე ადვილად ნებდება. არაჩვეულებრივი ხალი ხარ. Hoş geldiniz. მოგძანდით, გამარჯობა. ნელა. ნელა იარე, ქალბატონო ნადიდე. არსად გვეჩერება. ნელა. დედა საწოლი მომზადეთ. ყველაფერი მზად არის. ძალიან კარგი. Ben alayım Ali Kemal. მომეცით ბატონო ალი კემალ? ხილად? კარგად ხარ? წყალი ხომ არ გინდა? უნდა დავიძინო. კარგი, დაიძინე. გმადლობთ. ჩუმადიყავით. ალი ქემალ განი. თქვენს ნუ არ დააგვიანებთ. კარგი მამა. დღეს ფაშანის ქარხანაში არ წავალ. მაგაზე არ ნერვიულო მამა. წადით. Paltomuzu alayım baba. პალტო მომეცი მამა. გმადლობ შილო. დიდი მადლობა. დეიდა ნადიდემ ძალა მალე მოიკრიბა არა? თვალი არ ეცეს განი. ძლიერი ქალია. სხვა რომ ყოფილიყო? გადასხედით. ისე მოხვედი? ისეთ მდგომარეობაში არ ხარ რომ ასე მელაპარაკო. დასხედით. რატო მოხვედი? აქაური ჩაი განთქმული ყოფილა, ვიფიქრე გავსინჯავ მეთქი. რატომ უნდა მოსულიყავი? ჩემი ფულის მისაღებად მოვედი. ომგითხარი გადავიხდი მეთქი. ამ თანხის ერთ დღეში შოვნა შეუძლებელია. ერთ დღეში მოგება ხომ კარგი იყო? უნდა იშოვო ალი ქემალ. სხვა გზა არ გაქვს. ვიშოვი, მაგრამ სრულ თანხას ვერ შევაგროვებ. ეტყობა ვერ გაიგერა გითხარი. კარგი რა ძმაო. შენ ვლაპარაკობ. უნდა დამარწმუნო რომ ვალს გადაიხდი და მეც დაგელოდები. ეგ როგორ? თუ გინდა რომ გადროვო, რამე უნდა მომცე ალი ქემალ. რადგან ნაღდი ფული არ გაქვს, სხვა გზა მოვნახოთ. დიდი ქონების პატრონი ხარ. ამით რისით მაგინდა? როგორ უნდა მოიქცე? ეს ჩემი კი არა, მამა ჩემის ქონებაა. როცა სათამაშო მაგიდასთან ფულს ჩამოდიოდი, მაშინ არ ამბობდი მამა ჩემის ფულიაო. ხვალ ბოლო დღეა. ფულს თუ არ მოიტან, ინანებ. დავიღუპეთ, ნამდვილად დავიღუპეთ. მართლაც დავიღუპეთ.
დავიღუპეთ, ალი ქემალ, დავიღუპეთ. ნილუფერ. ნილუფერ. რამე მაინც დაიჭირე? გუშინმა და მამამ სტავრიდა დავიჭერეთ. ესე იგი კრიზისი არ შეგვეხება, სტავრიდას დაიჭერ და შევჭამთ. შვილო, მიდია ქერემს ვუყვებოდი გუშინ სტავრიდა რომ დავიჭერეთ. ნილუფერ, საყვარელო, არ გაციოდე. კარგი რა დაიდაფირდევს. მოდი სახლში შემოდი. კაკაო დალია, მე ისევ გამოდი სათევზაოდ. მომეცი? სანამ მოხვალ თევზებს თვალს არ მოვაშორებ. წამოდი საყვარელო. რა ხდება? ალბათ აქეთ მოხვდი და შემომიარე. შენი ნახვა მინდოდა. რატომ? ახალი რა უნდა მითხრა? ახალი არაფერი. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ონურ. ყველა ახლობელ ადამიანსთან და დამშორდები. ეს კი არ შემიძლია. ალბათ დაშვებული შეცდომების ბრალია. ნუ თუ მხოლოდ მე და უშვი შეცდომები. ხშირად ვფიქრობ, ჯობია წყალში გადავარდე და ყველაფერი დასრულდეს მეთქი. ორჩ. სისროელეს ნუ ამბობ. ძალიან მიჭირს. ჩემი ერთი შეცდომის გამო ასე დავშორდით ერთმანეთს. ამისათანა არ შემიძლია. ვეღარ ვუძლებ. თუ ელოდები რომ გეტყვი გაპატიე მეთქი? პატიებას ველოდები. ძალიან ძნელია ქერემ. უпростоრად შეუძლებელი. ხანდახან ასეც ხდება. ზოგჯერ ადამიანები ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. შენც ასეთი ნაბიჯი გადადგი და უკან დასახევი გზა აღარ ჩანს. ესე იგი ძველებურად აღარაფერი იქნება. საერთოდ არაფერი. გონია მე არ დავისაჯე? შაჰრაზადი ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ქერემ. იცი ეს რას ნიშნავს? იცი? გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად, გამარჯობა. მობრძანდით. ქალბატონი ემელი მოვიდა? დიახ, საგრიმიოროში გელოდებათ. აბა მითხარი დღეს რომელ მულტფილმს ვუყუროთ? მულტფილმი არ მინდა დღეს, რაც შენ გინდა იმას ვუყუროთ. მაგრამ რასაც მე ვუყურებ, შენ გვეზრდება ხოლმე. არა, ეკონომიკა ახალი ამბები ხომ ასეა? ყველაფერი გწოდნია. რატომ? არ შეიძლება? კარგ, რომანტიკულ ან კომედიურ ფილმს ვუყუროთ. კარგი. არ დავლიოთ? პორტოხლის ჩვენს დალევ? დავლევ. მობრძანდით. მადლობთ. გამარჯობა, მობრძანდით. გამარჯობა. დაბრძანდით. კარგი. გამოგართმევთ. გმადლობთ. სტუდიაში უკვე გველოდებიან, როგორც კი მაკიაჟს დაასრულებენ, სტუდიაში გავალთ. კარგი. დალევთ რამეს? წყალს დავლევ თუ შეიძლება. ცივი არ იყოს. მერვე შეგიძლია წყალი მოიტანო. რა თქმა უნდა. სახემრომარი პრიოლოს პუდრის თხელ ფენას წაგისვამთ. კარგი. არ გჭირდებათ, მაგრამ ხომ არ ღელავთ? მგონი კი, როცა ადამიანი პირდაპირ ეთერშია, ცოტა იძაბება. შვიდად ვისაუბროთ, სანერვიულო არაფერია. თქვენთვის რა თქმა უნდა ადვილია. ჩქარა, იჩქარე ზელიში, ახლა დედა გამოვა. კარგი, ახლავე ვიპოვი.
აბა წარმატებული ეთერი. 5, 4, 3, 2, 1 დაიწყეთ. საღამო მშვიდობისა. გადაცემა კარიერულ წინსვლას დღეს განსაკუთრებული სტუმარი ხავს არქიტექტორი, რომლის პროექტმაც საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა აღიარება. შაჰრეზად ქარაჯა, მოგესალმებით. გამარჯობა. ამაჩქარა, შაჰრეზადია ტელევიზორში. არქიტექტურის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰალიდ მუნას ჯილდო დუბაი თაუერის პროექტისთვის მოიპოვეთ. დიახ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო, მაგრამ როდესაც დუბაი თაუერს ვახსენებ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ბინიაფის წვლილიც, რადგან პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ. მაგრამ თქვენ ბინიაფიდან წამოხვედით, ხომ ასეა? უკვე დიდი ხანია. ძალიან მომენატრა შაჰრეზადი. რა ლამაზია არა? მართლაც შესანიშნავი შენობებია. ბინიაფის შემოშაობის პერიოდი გენატრებათ? ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს ქალბატონო ემელ. მიყვარს ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობ, პროექტები, რომლებზეც მუშაობ. ამ ეტაპზე ძალიან წარმატებული ჯგუფი მყავს. ვფიქრობ, მომავალში ამ სპეციალისტებზე ძალიან ბევრს ილაპარაკებენ. ვიცით, რომ სტამბოლი ევროპის კულტურის დედაქალაქი 2010-ის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ. დიახ. ეს პროექტი მნიშვნელოვანი გახდება არა მხოლოდ არქიტექტურული თვალსაზრისით, არამედ სხვა ბევრი კუთხითაც, რადგან ამ პროექტის წყალობით კულტურა და ხელოვნება ქალაქის ცენტრიდან რეგიონში გადაინაცვლებს, ამიტომ ყველანი ძალიან ვღელავთ. მობრძანდით. შეგიძლიათ შეისვენოთ. არაჩვეულებრივი იყო. სული ყოფილა პირდაპირ ეთერი. ადამიანს ხელფეხი არ ემორჩილება. მართლა შესანიშნავი იყავით. თუ გნებოთ დაისვენეთ, რამე დავლიოთ. არა, მე წავალ. რა თქმა უნდა, მანქანას ახლავე მოიყვანენ. არ არის საჭირო, გმადლობთ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ვერიქით მეგიხდით მადლობას. მერვე ქალბატონი შაჰრეზადი გასასვლელამდე მიაცილე. დიახ, ქალბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. რა კარგად ისაუბრა შაჰრეზადმა, არა მამა? ხო, შილო, მეც ასე მგონია. ახლავე მოვალ. ასე მშვიდად როგორ იყავი? რომ გიყურებდი ნერვიულობისგან კი ნაღამ მოვკვდი. ახლა მე მკითხე. არ ვიცი მშვიდად ვიყავი თუ არა, მაგრამ ხელები ახლაც გაყინული მაქვს. ახლა ვიგათმები. რომ გიყურებდი არ მჯეროდა. თუ ეს ხალი ცოლად მე მომყვება მეტი. ალბათ ამაზე ამობენ. სიზმარი ამიხტაო. ასე ნუ გამანებივრებ. სწორედ ეს მინდა რომ გაგანებივრო. სად მივდივართ? ხომ უნდა აღნიშნოთ წარმატებული პირდაპირ ეთერი. ნუ აზვიათებ, აღნიშნა რა საჭიროა. ეს ოქანსა და იფექს აუხსენი. ისინიც მოდიან? უკვე ღვინის მეორე ბოთლი გაუხსნიათ, მომწერეს აქამდე სათხართო. ნამდვილი გიჟები არიან. თქვენი მანქანა მოსულია ქალბატონო ემელ. კარგი, მერვე 5 წუთში ჩამოვალ. მიპასუხე, ემელ, მიპასუხე. არ უპასუხებთ? შეიძლება მის ყველა დაძახილზე გავრბოდი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, ხომ ასეა? რა თქვით? არაფერი. ესეც ასე. ეს საღამოც დამთავრდა. ახლა დროა დავისვენოთ. სახლში ხომ არ მეგიყვანა? კარგი იქნება. წავიდეთ. დარწმუნებული ხარ ალიქემა? დარწმუნებული ვარ. მითხარი სხვა გზა მაქვს? რამეს თუ ხედავ მითხარი? არა. ღმერთმა დასწავლოს, არა. გაჩუმდი განიგეყოფა.
მოგიყვანეთ. ბატონო, იქნებ ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. რა ხელშეკრულება? ვალის გადახდა თუ გინდა? ხელშეკრულების გარეშე გადაიხდი. ახალი ყოფილა. 3000 კილომეტრი აქვს გავლილი. მართლა ახალია? ჯერ ერთი თვეც არ გასულა. კარგი. მაგრამ ეს ვალის მცირე ნაწილია. 250,000 როდის გადაიხდი? ეს რას ნიშნავს? მანქანა 100,000 იღებს. მხოლოდ 200,000 რჩება. შეიძლება მაღაზიაში 100,000 იღებს, მაგრამ მე 50,000-ად ვაფასებ. ეს რას ნიშნავს? ასე როგორ შეიძლება? ამის გასაყიდი ფასი 150,000-ია, დაგვრცინით? კარგი, თქვენი ხათრით 60,000-ად შევაფასებ. ასე არ შეიძლება. გამორიცხულია. 40,000-ად რომ შევაფასო რას იზამ? 300,000 დოლარი გაქვს ვალი. ალი ქემალ ევლეაოღლუ 60,000 გადახდილად ჩაგითვლი. დამორჩა. რა ვქნათ? კარგი იყოს. იყოს 60,000. ოჩახ. როგორც იქნა მიხდი. დანარჩენს რას უბირებ? შევეცდები როგორ მევიშოვო. უნდა იშოვო შვილო. უნდა იშოვო. ვიშოვი მეთქი. როდის? უახლოეს მომავალში. ევლეაოღლუ. მოდი ასე მოვიქცეთ. 3 დღეს გაძლევ. რა? ამდენი ფული 3 დღეში როგორ ვიშოვო? მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა თამაშობდი. ახლა რა ვქნათ? როგორც მოვილაპარაკეთ. წამოდი. ტაქსი გავაჩეროთ. დედა, ცოტა წამოიწიე. ნახე როგორი წვნიანი მოგიტანეს ქალბატონო ნადიდე. შენ რომ გინდოდა დედა, ქარხანის წვნიანი. არ მინდა. მეც კი მომინდა. თქვენც მოგიტანთ, მამა. მოდი დედა. ჩვენ რაზე შევთანხმდით ქალბატონო ნადიდე? აბა წამოჯექი. მოდი დამეხმარე. დამეხმარე. მე თვითონ. კარგი რა, დამაცადე ჩემი ხელით გაჭამო. კარგია რომ ჭამთ. პური ხომ არ გაგიხუხოთ? კარგი. მიდი დაურეკე. კარგი. ზარი გავიდა. არაფერი შეიმჩნია. უნდარდობ. დისმენ ალი ქემალ. დედას ამბავი უნდა მოიკითხა? ხო, როგორ არის? კარგად ახდის წყალობით. მამა წვნიან საჭმევს. ფიუსუნ, რაღაც უნდა გითხრა. მითხარი გისმენ? შენი ჯიპი ხო, რა დაემართა? ერთ კლიენტთან ვიყავით მე და განი. რამეს დაეჯახეთ? უარესი მოხდა. როგორ თუ უარესი? ერთ ქუჩაზე გავაჩერეთ. მერე? უიპარეს. რა? ხო, რას ამბობ ალი ქემალ? მანქანა აღარ ყავს ძვირფასო. რას ნიშნავს მანქანა აღარ მყავს? გაგიზდი? პოლიცია შეატყობინეთ. რა მოხდა? დღისით მანქანა როგორ მოიპარეს? მომეცი მე დაველაპარაკები. ალი ქემალ. მამა, ღმერთო. ფიუსუნ. რა მოხდა? ფიუსუნის ჯიპი მოიპარეს, მამა. რა სისროლეს ამბობ ალი ქემალ? დღისით მზისით ვინ მოიპარავდა? შეიძლება პოლიციამ გადაიყვანა არასწორი პარკირების გამო. არა, მამა, სიმართლეს ვამბობ. ყველგან ვეძებეთ. მოიპარეს. სამწუხაროდ. პოლიციას შეატყობინეთ? შევატყობინეთ, ეძებენ. მანქანასაც ვერ უპატრონე. რა ჩემი ბრალია, მამა? განისთან ერთად ვიყავი, მას კითხე თუ გინდა. ყავის სანახავად წავედით, რომ გამოვედით, მანქანა აღარ დაგხვდა. კარგი. პოლიციას ისევ დაურეკავ, ნუ ინერვიულებ.
კარგი. სახში რომ მოხვალ, მე ვილაპარაკოთ. კარგი. ბატონო ბურხან. რა უსამართლობაა? წესიერად ვერც კი ჩავჯექი. იპოვიან. როგორ იპოვიან, დედა? იპოვიან, შვილო. იპოვიან, არ ინერვილო. ხო, ამ ამბავს ასე არ დავტოვებ. რა თქმა უნდა. მოიცადეთ. ჩემი სიძე კომისარია. მოდი იმას დაურეკავ. არა, არ არის საჭირო, ფაიდარ. გმადლობ. რას ამბობთ? ისიც ჩავრიოთ. ნათესავი ყავს, თავარი კომისარია. ისიც ძიებს საქმეს. დიდი მადლობა. კარგი, როგორც გინდათ. გამარჯობა. ბოსნიის დამპყრობელი დაბრუნებულა. დიახ, დაბრუნდა. თანაც გამარჯვებული. ოჩა. ეს რა არის? მუჰარემ კონიამ გამოგიგზავნათ. სახელგანთქმული ბოსნიური ტკბილეულია. ჩვენი შეთანხმების აღსანიშნავად გამომატანა. რა შეთანხმების ჯერ მოლაპარაკებას არ დაგვისრულებია? ერთი წუთით. 1 საათიანი საუბრის შემდეგ დავახლოვდით. ძალიან მოვეწონე. როგორც ბინიაფის წარმომადგენელმა ნოკიას კომპანიასთან პროტოკოლი გავაფორმა. ძალიან კარგი. ოჩახ, საქმეს ნელ-ნელა სწავლობ. ხომ გითხარით ბინიაფის რთულ დღეებში დავეხმარები მეთქი. თქვენ არ მიჯერებდით. ამბიც მასავით აშკარად რაღაც თილისმა აქვს ონურ. ოჩახ. დუპლექსის ტიპის 250 კვადრატული მეტრი ტყეში. შორიდან ზღვაც მოჩანს. დიდრული სახლები ცენტრალურ გზასთან ნახევარი საათის სავალზეა. როცა დაქორწინებით შეგვიძლია იმ უბანში გადავიდეთ. რატომ? შენი სახლი ძალიან ლამაზია, თანაც ამდენი იწვალა. რა ვიცი, ვიფიქრე ახალ ცხოვრებას ვიწყებს და ახალი სახლი კარგი იქნება მეთქი. არა, შენი სახლი ძალიან ლამაზია, თბილია. მისი ყველა კუთხე სწორედ არის გათვლილი. ჯერ კიდევ არ მჯერა შაჰრაზად. ცხოვრებაში იღბლიანი არასოდეს ყოფილ ვარ. ყოველთვის ბევრს მუშაობდი, რომ მიზნისთვის მიმეღწია. შენ ჩემთვის ბედის საჩუქარი ხარ. კაბატონო ბეიზა, ენგინი ოთახშია? იცით, მე თვითონ ნახავ. ბეიზა? აქ რა გინდა? უნდა ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ, მაგრამ ახლა არა. როგორც ხედავ, არ მცალია. დოროს სკოლაში ვიყავი, უამრავი პრობლემა აქვს. ალბათ შენ შვილს მაინც დაუთმობ დროს. თქვენი ნებართვით მეწავალ. არა, შაჰრაზად. სამუშაო ჯერ არ დაგვისრულებია, დარჩი. გთხოვ. ბეიზა, ხო შევთანხმდით. მსგავს პრობლემებზე სად და როდის უნდა ვისაუბროთ? ჩვენ დავშორდით, არ გაქვს უფლება, როცა მოგინდება აქ მოხვიდე. საქმე შენ შვილზე უფრო მნიშვნელოვანია? გთხოვ, მე თვითონ დაგირეკავ. ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელო. კან. ბენო. საყვარელო, მოდი ჩემთან. როგორ გაზრდილ ხარ? ძალიან მომენადრე. ძალიან. მეც მომენადრა. მამაც მომენადრა. ლილიპუტიც მომენადრა. საყვარელო. დედას ბაბუასთანაც აღარ მივყავარ. საყვარელო, არ ინერვიულო. არ ინერვიულო, ჩემო კარგო. როგორც წესი, ის ხალხი 6%-ზეც არ თანხმდება. მე კი 7 უთხარი. რისი იმედი გქონდა? იმის რომ საყვარელი ვარ. პირველად ხედავ ჰოლდინგის უფროს, რომელმაც შეთანხმებას იმით მიაღწია, რომ საყვარელია.
მომისმინა მერტ. მიირთვით? საქმე უნდა იცოდე, მაგრამ უშუალო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანს რამეს თავაზობ, თვალებში უნდა უყურო. ეს ხანდახან გადამწყვეტიცაა. ხომ გესმით არა? კარგად ვიცი, როგორი გამოხედვაც გაქვს. დამცინი არა? არა, ხუმრობ ძირფასო. ვამაყობ შენით. მართლა? რა თქმა უნდა, ხედავ რომ კაცად იქეცი. მეტი რა უნდა მინდოდეს. აბა მეც მკითხე. კარგი რა. ჩემი ბრალია რომ ასეთ სერიოზულ თემებზე გელაპარაკებით. მართლა ვამაყობ შენით. თავი დაანებე მელეკ. მაინც არ ჯერა. ბოსნიის დამპყრობლის სადღეგრძელო დავლიოთ. ბოსნიის დამპყრობელ გაუმარჯოს. გაუმარჯოს. დედა, ელემენტი დაჭდა, გამომიცვალე რა. საქმეს მორჩები და გამოვცვლი. ახლა მინდა რომ ვითამაშო. კან, ცოტა ხანს დამაცადე. სხვა სათამაშოებით ითამაშე. ამით მინდა თამაში. მამა რომ ყოფილიყო გამომიცვლე და. მოიცა? რა თქვი? დედო, მამა აქ იყოს. იცოდე, მეორედ ამ თემაზე აღარ ილაპარაკო. მამა მომენატრა. მომენატრა. კან, გაჩუმდი. არ გავჩუმდები. ლილიპუტიც მომენატრა და მამაც მომენატრა. ის მამა შენი არ არის, გასაგებია? მამა ჩემია, არ არის. მეორედ მამა აღარ დაუძახო. კან. ვინოს დალევ თუ ვისკის? არაფერს. სალაპარაკოდ მოვედი. შენინება. დიახ. რა დიახ? დღეს ჩემს ოფისში მოხვედი და მითხარი ვილაპარაკოთ, ხო და სალაპარაკოდ მოვედი. ბავშვს რა პრობლემები აქვს? ცუდად სწავლობს. სხვა? სხვა რა გინდა? ბეზა მინდა მშვიდად ვისაუბროთ. ხო მითხარი უამრავი პრობლემა აქვსო. ცუდად რომ სწავლობს ეს ცოტა? კარგი დავილაპარაკები და გამოსწორებს. თუ საჭირო იქნება, კერძო მასწავლებელთან მივიყვან. მასწავლებლებმა მითხრეს კონცენტრირება უჭირსო. კარგი, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობ. ამის სათქმელად ოფისში მოსვლა რა საჭირო იყო? დაქორწინება რატომ გადაწყვიტე? გასაგებია. პრობლემა დაქორწინება ყოფილა. დურო არაფერ შუაშია. ეს შუახნის მამაკაცის კრიზისია. ხვალ დურო სკოლაში მივალ, მასწავლებლებს დაველაპარაკები. სულელურ გადაწყვეტილებას იღებ. ბევრი შაჰრაზადი მინახავს შენს ცხოვრებაში. როგორც მოსულან, ისე წასულან, შენ შვილსაც დააზარლებ და იმ საწყალ ქალსაც. შენ საქმეს მიხედე, გასაგებია? ხვალ მიატოვებ. ყოველთვის ასე იქცევი. დურუზეც იმოქმედებს. ეს შენ არ გეხება. გასაგებია? არ გეხება. არ მეხება? ჩემი შვილის დედინაცვალი იქნება. ჩემი ბრალია შენთან სალაპარაკოთ რომ მოვედი. ხომ საუბრობთ? დურუზბედი არასდროს გაღალებ და არასდროს. დაჯექი ვილაპარაკოთ. თავი დამანებე. ენგინ შეცდომას უშვებ. ენგინ. შეცდომას უშვებ. დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა? დიახ, დიდი მადლობა. ესე იგი ქანს ძალიან ვენატრები. ძალიან. ლილიპუტიც იკითხა, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ ენატრებით. მამა რას აკეთებს ცხენებთან მიდის, თევზაობსო, რაც გაახსენდა ყველაფერი მკითხა. კარგად თუ სწავლობს? მგონი, მაგრამ სკოლას ვერ შეეჩვია. ვერ შეეჩვია? გახდა? არა, კარგად გამოიყურებოდა. ალბათ მას გაეზარდა. რამდენი ხანია ჩემი ბიჭი დალაგთან არ მიმიყვანია? არ გინდათ ბატონო ონორ. მომენატრებენ. მეც ძალიან მომენატრა ქაანი. რა თქმა უნდა, ქაანიც და შაჰრაზადიც. არა. შაჰრაზადიც მომენატრა. ძალიან მომენატრა. ძალიან. ვიცი. ჩემ გამო ყველაფერი განადგურდა. არა, შენ გამო არა. როგორ არა? მე რომ ცოტა თავს ნოიდანაშაულებდენო. თქმა ადვილია. ჩემს ახლობლებს ბედნიერება წავართვი. ადამიანები ბედნიერებას საკუთარი შეცდომებით ანადგურებენ. ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს, რომ ერთი შეხებით შევძლო იმ დღეების დაბრუნება. ნეტავ მქონდეს. ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება ბენო. რაც უნდა მოხდეს ზღაპრებს ყოველთვის კარგი დასასრული აქვს. ნეტავ ზღაპარში ცხოვრობდეთ.
კარგია რომ ამ შემთხვევაში შენი სახელი არ ფიგურირებს. მეცადეთ ბატონი ქერემის სახელი არ გვეხსენებინა. კარგი, ეს ინფორმაცია წაგვადგება ბატონო თოღრულ. რა თქმა უნდა. ტაქსის და ავტობუსის მცხოვრები ასეთ ინფორმაციაზე ყოველთვის რეაგირებენ. საჭირო ადგილებზე ფოტოები უკვე გავგზავნეთ. ესე იგი ამბობთ რომ აუცილებლად დაიჭერთ. დარწმუნებული იყავით. ამ საქმის პროფესიონალებიც კი უშვებენ შეცდომებს. მასაც აუცილებლად შეეშლება რამე. ვერ ვიჯერებ. ეს არანორმალური მკვლელი აქ ჩემ წინაშე იდგა თვეების განმავლობაში. ჩვენ სახლშიც კი შემოაღწია. ეს საქმე ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს. დასრულდება, არ ინერვიულოთ. წრე უფრო ვიწროვდება. ალო, გისმენთ ბატონო ინან. გამარჯობა ქალბატონო ბენო. მინდოდა მეკითხა გადაწყვეტილება ხომ არ შეიცვალეთ? როგორც უკვე გითხარით, გადაწყვეტილებას აღარ შევცვლე. კარგი თუ ასეა, პროცედურებს დავიწყებ. გთხოვთ რაც შეიძლება სწრაფად. კარგი ნახვამდის. ნახვამდის. ძალიან მიყვარხარ. ძალიან. ნახვამდის. მანქანის დაკარგვასთან დაკავშირებით განცხადება არ შემოსულა. რას ამბობთ? მანქანა როგორც კი მოიპარეს ჩემმა ქმარმა პოლიციას მიმართა. კიდევ ნახეთ. ნახე ქალბატონო, მაგრამ არ არის. დარწმუნებული ხართ რომ სანომრე ნიშნების სწორად მითხარით? დარწმუნებული ვარ. ასაგებია. ავტომანქანა თქვენ სახელზეა რეგისტრირებული? არა, ჩემი მეუღლის. ალი ქემალ ევლიაოღლუს. ერთო ალბათ რაღაც შეცდომაა. არა უშავს. ახლა დავარეგისტრიროთ განცხადება. როგორც კი რამეს გავარკვევთ, შეგატყობინებთ. კარგი, დიდი მადლობა. სანომრე ნიშანი მითხარით? 34. დილამშვიდობისა ჯიხან. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა ნახვამდის. ერთი წუთით. რა მოხდა? თავმჯდომარემ კომუნალურების თანხა მოითხოვა. ახლა არ მაქვს, მერე გადავიხდი. მითხრა დღეს შეაგროვეო. კარგი, მოგცე, მარსად გავრბი ვარ. რა დაგემართა? თითქოს სხვა სადარდებელი არ მქონდეს. ეშმოკი ანგელოზის სახით. ვენიაფი ჰოლდინგის ყოფილი არქიტექტორი ედა აკანაი ეჭვმიტანილია ორ მკვლელობასა და სხვა არაერთ მძიმე დანაშაულში. სტამბოლის უშიშროების დეპარტამენტის განცხადებით, ედა აკანაი იძებნება ჰოლდინგის კუთვნილი სამშენებლო ობიექტის არქიტექტორის ოზჯან თურქმენისა და მუშის მაჰმუდ დემირის განზრახ მკვლელობისთვის. დავიღუპე. Khan. Mama. Mamiko. შვილო. ჩემო საყვარელო. ძალიან მომენატრა მამიკო. მეც შვილო, მეც. ვეღარასოდეს ვერ გნახავ? არ ვიცი შვილო. ეს დედამ უნდა გადაწყვეტოს. გთხოვ არ მიმატოვო, მამა. შვილო.
როგორც იქნა? ერთ საღამოს მაინც დაბრუნდით ადრე. ბევრი საქმე გვაქვს ბიძე ბურჰან. სხვა არაფერი. ცდილობთ ბიზნესს უშენობა არ დაეტყოს მამა. კარგი, ასე იყოს. ბიჭებს ნუ აწუხებ, ბატონო ბურჰანი. ხომ ხედავ, კარგად მუშაობენ. შენთვის თავის მოწონება ასე მარტივია. კარგი. საჭმელი კიდევ არ არის მზად. თითქმის მზად არის, სუფრასთან მოგბრძანდით. წამოდით. მოდი ბურჯუ. კარგი ბაბუა. მოდი საყვარელო. ინებელ ქალბატონო ნადიდე. ჯამა მე თვითონაც შემიძლია, ბატონო ბურჰანი. მე რა რომ შეგიძლია? არ დაიღალე ჩემი მოვლით. არა ძირფასო. რა დამღლის? კარგი. ოღონდ შენ არ გაბრასდე. გისმენთ? საღამოშვიდობისა ქალბატონო. საღამოშვიდობისა. ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. როგორ ვინერვიულე. ხო მიპოვეს. ნუ ვარ ნერვიულობ. მეგონა დაზიანებული იქნებოდა, ხედავ? ისევ ისეთია. კარგი. აი რას ნიშნავს პატიოსანი შრომით რომ აანაყიდი. მადლობთ ბატონო. ნახვამდის. ალო. ეს რა გააკეთე? ჯერ ვალის მაგივრად მანქანა მომეცი, მერე კი პოლიციაში განაცხადე მომპარესო. ხმა მოიღე. სიცოცხლე მოგვეზრდა? ალო. კლიენტმა შენობის ღირებულება არც კი იცის. რა უნდა და? ხის დეტალებზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ გარე ფასადზე მარმარილო მოინდომა. შაჰრაზადი გადააფიქრებინებს. არ ინერვიულო. ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები ძალიან ჯეუტია. ნუღელავ შაჰრაზადი ყველაფერს მოაგვარებს. დედა. სკოლაში რატომ არ ხარ? შაჰრაზად გთხოვ. მოდი აქ. შაჰრაზად. ამასთან მინდა. შაჰრაზად შეიძლება ვილაპარაკოთ. სახლში წავიდეთ. არ გინდა შაჰრაზად. ხელი გაუშვი. მოდი აქ. შაჰრაზად გთხოვ. მამა, ხელი გაუშვი. გაუშვი მეთქი. მამა, შენ წამოდი, მამა. კან წამოდი. კან წამოდი. ეს კაციო ნურაქსალი არ იყო? ხო, შაჰრაზადის ყოფილი ქმარი. ხომ გაშორდნენ? აქ რა ესაქმებოდა? რა ვიცი, ალბათ სულთან შერიგება უნდა. შაჰრაზად. შაჰრაზად, რატომ იქცევი ასე? თავი დამანებე. შაჰრაზად გთხოვ. შაჰრაზად მომისმინე. არ გესმის რას გეუბნები? მინდა წარსული დავივიწყო. ჩემ ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის. ჩაათვალე რომ არც ყოფილ ხარ და არც იქნები, გასაგებია? წარსულს თუ დაივიწყებ გაქრება? ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
სულ შენზე ვფიქრობ, დღისით და ღამით. სულ შენზე ვფიქრობ. მითხარი, მართლა გიყვარ ვარ? ამას ნუ მეკითხები, გთხოვ. მაშინ ერთი სიკეთე გააკეთე. წადი ჩემი ცხოვრებიდან და არასოდეს არ გამოჩდე. ტაქსი. არ გინდა შაჰრაზად. ასე ნუ მეკცევი, გთხოვ. ამასთან მინდა. კან. შაჰრაზად. მოდი აქ. მოდი აქ. ჩაჯაკი. ამასთან მინდა. ლილიპუტი მომენატრა. დამივიწყე ონორ. მე უკვე დაგივიწყე. შენც უნდა დამივიწყო. მამასთან მინდა. მამასთან წამიყვანი. იქ უნდა ვიცხოვრო. გაჩუმდი მეთქი. გაჩუმდი. კან გთხოვ. ონურს მამა აღარ დაუძახო, გთხოვ. სად მივდივართ, ქალბატონო? ეთილერში შემოვლით იგზით. კარგი. მოგშევდა? ასე რატო მიქცევი, კან? ვერ ხედავ, როგორ ნერვიულობ. შენთან ჩხუბი არ მინდა, ხომ იცი? შაჰრაზად. ყველაფერი შენი ბრალია. ყველაფერი. მაგრამ შენც გაგანადგურებ. გაჩენის დღეს გაწყევლინებ. დღეს სახლიდან არ გამოსულა? თერმი დღეს აკეთებს. აბა რა ვიცი ბატონო ფათი. დარწმუნებული ხარ რომ სახლშია? შუქიანთია. მე მგონი გიჟია. რაცა გადმოვიდა ერთი ქოროშიც არ გადაუხდია. დაელაპარაკეთ ვნახოთ რა სიტყვის. ქალბატონო ნილგუნ, გარი გამიღეთ, გთხოვთ. ქალბატონო ნილგუნ, გარი გამიღეთ. ისე ნუ იქცევით, თითქოს სახლში არ ხართ. გარი გააღეთ და ქირაზე მოვილაპარაკოთ. არ გააღებს. ქალბატონო ნილგუნ, გითხარით გარი გააღეთ მეთქი, ვიცი რომ სახლში ხართ. ასე როგორ შეიძლება? კეთილმოწყობილი ბინა იქირავა და ფულის გადახდა არ უნდა. წინასწარ არ გამოვართვით კი რა? შემეცოდა. უთხარი 2 კვირის გადამიხადე მეთქი, დანარჩენი აღარ მომცა. მომისმინეთ, ქალბატონო ნილგუნ. ქირან დაცვას დაუტოვეთ, ან ბანკში შეიტანეთ. გასაგებია? თორემ კარს შემოვამდრევ და გაგაგდებთ. მგონით ყვილად ირჯებით. კიდევ ერთხელ ვცდიდა. მერე სხვა გზა არ მექნება. მომისმინე. თვალი არ მოაშორო, კარგი? როგორც კი გარეთ გამოვა, მაშინვე მაცნობე. კარგი თვალს არ მოვაშორებ, მაგრამ ღამით რომ გაიპაროს რა ვქნა? არ დაიძინო. გართან დაელოდე. სულ მცირე ხმაურის გაგონებაზეც დამირეკე. 2 წუთში აგავჩნდები. ადვილი სათქმელი არ დაიძინო ბატონო ფათი. გამომართვი. შვილთან ერთად უდარაჯე. ეკალი თუ გაგექცევა, მერეც რემლები აღარ გიშველის. კარგი არის დარდოთ, დილამდე არ დავიძინებ. კარგი, წავედი. ღმერთმა დასწრელოს. ამათი გასაჩუმებელი რამდენიმე ქურუშიც კი არ მაქვს.
Hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. Ben de საჭმელი მზად არის. კან, ალბათ მოგშირდა. წადი ხელპირი დაიბანე შვილო, სუფრასთან უნდა დავსხდეთ. Bana ihtiyaç თუ არაფერი გჭირდება, შეიძლება წავიდე. ერთი წუთი ძელი ხარ, შენთან საქმე მაქვს. bir yanlışım mı oldu? ხომ არაფერი დავაშავე? არა. კანის სკოლაში ავტობუსით აღარ ივლის. მე ვატარებ. როცა არ მეცლება, შეგიძლია წაიყვანო და მოიყვანო ხოლმე? Tabii tabii. რა თქმა უნდა, ნუ ინერვიულებთ, მაგრამ სკოლის ავტობუსით უფრო ადვილი არ არის. სკოლაში კანის ანახავად ერთი ადამიანი მედის ხოლმე. არ მინდა რომ მას ხდებოდეს. ეს საფათოა? არა, საფათო არ არის, მაგრამ არ მინდა რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა ჰქონდეს. გასაგებია. კარი არავის გაუღო გთხოვ. რომ თქვას შახრაზადის მეგობარი ვარ, ან კანმა გითხრას ვიცნობო, მაინც არ გაუღო. Tamam. კარგი, როგორც გინდათ. დიდი მადლობა. ახლა შეგიძლიათ წახვიდე. კარგი. Yarın sabah ხოლმე ადრე მოვალ. კარგი. iyi akşamlar. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. არ გინდა ვივახშმო ჩვილო? ზელიხა მოგემრიელესი გუფთა მოგვიმზადა. მაწონიც გვაქვს? რა თქმა უნდა გვაქვს. შოკოლადის პუდინგიც. ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო. Çok güzel oldu. გემრიელი არა? Kaan'cığım, კან, Onur sen... ონორმა როგორ გიპოვა? ბენო მოთხრა რომ სკოლაშიც სწავლობ. Bennu'yu da mı? ბენოც ნახე? Ne zaman gördün? როდის? Geçen გუშინ წინ. Bir kere mi? მხოლოდ ერთხელ? მანამდეც იყო მოსული. işte. Niye? რატომ არ მითხარი? Anne გამაფრთხილა დედას არ უთხრაო. kızdı. აბრასდი? არა შვილო, არ გავბრასდი. Onur'a ne dedin? ონურს რა უთხარი? Hiç. არაფერი. Nasıl hiç? როგორ თუ არაფერი. Engin ბიძი ენგინზე უთხარი რამე? ერთად რო ვივახშმეთ. Oğlum, შვილო არ გავბრასდები, მითხარი რაზე ილაპარაკეთ? Duru diye. ერთი შვილი ყავს მეთქი დურო. başka. კიდევ? Anne, დედა დაქორწინებას აპირებსო უთხარი? oğlum. შვილო მიპასუხე. Dedim. ვუთხარი. შაჰრაზად, Engin, ენგინ ბოდიშს გიხდი. არა უშავს. öyle bir არ მინდოდა ასეთ რამე შესწრებოდი. დამშვიდდი. Sen iyi misin onu söyle. თავს როგორ გრძნობ? iyi. კარგად. Yani მაგრამ ქანზე ვღელავ. Çok doğal. ეს ბუნებრივია შაჰრაზად. Alışmış eski eşi. შენს ყოფილ ქმარს შეეჩვია. öyle söyleme. ამას ნომბობ გთხოვ. Peki peki. კარგი, მესმის შენი. Şehra შაჰრაზად, თუ გინდა yanında olmam. მოგაკითხავ და სადმე წავიდეთ.
ვერა, ზელიხა წავიდა, ქანს მარტო ვერ დავტოვებ. ასე გებია. თავს ცუდად ვგრძნობ, უნდა დავიძინო. კარგი ძირფასო, ხვალამდე. კარგი. ენგინ, გისმენ. გმადლობ რომ გამიგე. რას ამბობ შაჰრაზად? მე მიყვარხარ. არ ველოდები რომ შენც იმავეს მეტყვი, მაგრამ გახსოვდეს რომ მიყვარხარ. შენთვის ესეც საკმარისია. ვიცი ენგინ, ვიცი. ღამე მშვიდობისა. იცით როგორ დამშვიდდი. დილამდე ვერ მოვისვენე. მიხარია რომ მანქანა ვიპოვეთ. ჩემი მანქანა. შვილო, ალალი შრომის შეძენილი ქონება ბოლოს მაინც პატრონთან მიდის. ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ ძალიან ნერვიულობდი. ელსონ, არანაირი ქონება არ ღირს ნერვიულობა, შვილო. მართალი ხარ, დედა. ასეთი რამ პირველად დამემართა. ჯერ მართვის მოწმობაც არ ამიღია, ისე დავკარგე მანქანა. მანქანას დაზღვევაც ჰქონდა, შვილო, დამშვიდდი. ხომ დააზღვი, ალი ქემალ? რა თქმა უნდა, მამა. მოდი ჩემთან. ჩემო საყვარელო. რა საოცარი სურნელი აქვს ჩემ შვილიშვილს. ჩემო ლამაზო. ძვირფასო. ალი ქემალ. ძალიან მეშინია. დაჩვენე. ის კაცი ნამდვილად დაგხოცავს. მომავალში 60-ში შევხვდებით. კარგი რა. მეც გამითალე ვაშლი. რა ხდება? რა დაგემართათ? რა უნდა დაგმართნოდა? ორივე სახე ჩამოგდერით. რა ხდება? მითხარით. არაფერი. საქმესთან დაკავშირებით ვლაპარაკობდით მე და განი. ალი ქემალ. ო, მანქანა რომ მიპოვეს, თითქოს არ გაგიხარდა. რა სისულელეა, როგორ არ გამიხარდა? მართალია. მოპარული მანქანის პოვნა როგორ არ გაგიხარდებოდა. ქალბატონო ფესონ, მგონი უმუცშია. პაპის ჭამის დროა. მანქანის პოვნა ისე გაგვიხარდა, ბავშვი მშიერი დავტოვეთ. საყვარელო. არიტირო. მოგშვიდაო? მოდი. მინდი დედასთან. მოდი ჩემთან საყვარელო. ჭამე საყვარელო. ჩემო ძვირფასო. ალო. გონიათ შეგრჩებათ? ერთი წუთით რა ხდება? ცეცხლს ეთამაშებით, ცეცხლს. ჯგუას უნდა კარგეთ? ვინ ბრძანდებით? ვერ მიცანით, ბატონო განი? ერთი წუთით მომისმინეთ. გონიათ ვერ გიპოვით? სად არის ალი ქემალი? არ ვიცი მეგობარო. ჯოჯო ხეჩიც მოგაგნებთ, თქვენ უმუსეებო. მეგობარო, გეფიცები გაუგებრობა მოხდა. ვალს აუცილებლად გადავიხდით. რას ნიშნავს გაუგებრობა? როდის გადამიხდით? გადაგიხდით. მართლა გადავიხდით, გეფიცებით. იცოდე, ხვალვე მოიტან ფულს. ხვალვე, მორჩა. ხვალ? კარგი მეგობარო. კარგი, ხვალ 5 საათზე. გასაგებია. პოლიციაში განუცხადებია მანქანა მომპარესო, მაგრამ ამისთვის ვაზღვევინებ. აღარ ვიცოდი პოლიციისთვის რა უნდა მეთქვა. ჩვენ საფრთხესადგომზე გაუჩერებიათ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ მეთქი. რა აღარ მოვიგონე. მანქანით მოძრაობისას რომ დავეჭირეთ, ახლა ციხეში ვიქნებოდით. ნამდვილად. შადით საქმეს ვიხედეთ. კარგი ძმაო. ის კაცები დავხოცავენ. ბიძე ბურჰანს უთხრათ. სისულელეს ნუ ამბობ. გინდა რომ მამამ დაგხოცოს? აბა როგორ მოვიქცეთ? რაღაც პერიოდი უნდა დავიმალოთ. გაჩუმდი. ამ სიცივეში აივანზე რას აკეთებთ? ჰაერზე გამოვედით, ვილსონ. რატომ ატყუებ? ალი ქემალ, რაღაცას მიმალავთ.
არა დაუ, რას უნდა გიმალავდეთ? ცდები ფილსონ. ახლავე მომიყევით, თორემ მამას ვეტყვი. კარგი, განის შეყვარებულზე ვსაუბრობდით. არ გვინდოდა მამას გაეგო. განის შეყვარებულზე? ხო. შენ ვინ გეკითხება, რატომ ერევი? რა მოგივიდა დაიკო? კაცები ვსაუბრობთ. როგორც უფროსი ძმა რჩევებს ვაძლევ. განის აძლევ რჩევებს? გონი სამყაროს აღსასრული დადგა. გსვენოდეს ფილსონ. თავი დაგვანებე, ხვალ იმ გოგოს უნდა შევხვდე. კარგი, წავალ ჩემო, მე ქალთან ეძამიკო. აქ რატომ ზიხარ? ბატონმა ფათიხმა დამავალა. რა ხდება? მეშვიდობინის მაცხოვრებელი ხომ იცი ქალბატონი ნილგუნია. ახალი გადმოსული რომ არის. მას ველოდები. გარს არ აღებს. არ ვიცი რა ვქნა. სწორედ მასზე მინდოდა დალაპარაკება, გაზეთში ფოტო ვნახე. იმ ქალს ძალიან გავს. როგორ? რა ჩაიდინა? არ ვიცი, მგონი ვიღაც მოკლა, წესიერად არ წამიკითხავს. რას ამბობ? გაზეთი სადაა? გადავაგდე. ღმერთო, როგორი იყო? ქერათმიანი, ლამაზი. არა, ქალბატონი ნილგუნი წითურია, ის არ იქნება. არ ვიცი. ალბათ მივამსგავსე. ქალბატონი ნილგუნი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. ო, ალბათ მიამსგავსე. შესაძლოა. ნამდვილი თაღლითია. კეთილმოწყობილ ბინაში შევიდა და უფასო ცხოვრობს. ქირის ფულს არ იხდის? არა. დავიღუპე. წასულია ჩემი საქმე. ღმერთო, როგორ მოვიქცე? დამშვიდდი? დამშვიდდი. ამ პრობლემას ალო, ვერ მოვითვინე. მინდოდა შენი ხმა გამეგონა. სწორად მოიქეთე. კარგად ხარ? უკეთ, გმადლობ. მიხარია. ახლა დამშვიდდი. შემიძლია მშვიდად დავიძინო. ძილინებისა. ძილინებისა. ენგენ. ძალიან ყურადღებიანი ხარ, გმადლობ. იმიტომ არ დაგირეკო, რომ ყურადღება გამომეჩინა შაჰრაზად. ძალიან მიყვარხარ. ნახვამდის. Gönlümle baş başa düşündüm demin artık bir sihirsiz nefes gibisin şimdi ta içimde bomboş kalbimin akisleri sönen bir ses. Vis utkari. Vis utkari. Kime söyledin? Ra. Vis utkari metki. Ra, საყვარელო რა. Vis utkari. Vis utkari. მეძავი რო ვარ, ვის უთხარი? ვის უთხარი? ვის უთხარი? არავისთვის მithქამ, საყვარელო, დამშვიდდი. ვის უთხარი? ეს მხოლოდ მე, შენ და ღმერთმა ვიცოდით. ვის უთხარი? ვის უთხარი? ვის? ვის უთხარი?
შაჰრაზად საყვარელო დამშვიდდი. გამიშვი. დამშვიდდი. გამიშვი. არავისთვის არ მithქვამს, გეფიცები. ხოლო ჩვენ ვიცოდით. მე და შენ. Herkes gibi. მიდი. სამსახურში რატომ არ წახვედი? ერთად უნდა წავიდეთ საყვარელო. ავტობუსით მინდა წასვლა. არა, დღეს სკოლაში მე წაგიყვან. ავტობუსით მინდა წასვლა. გზაში მე და სინანი ვთამაშობთ ხოლმე. კან გაჩუმდი. რასაც გეუბნები გააკეთე. წამოდი. დროებით. დროებით. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მიესალმე შვილო. კან როგორ ხარ? დაიჩემ ავტობუსით უნდა წავიდე, მეგობარს ვეთამაშაო. მეგობარ სკოლაში ეთამაშები კან. თუ გინდა გაგვეთელები შემდეგ ერთად ვითამაშოთ. შვილო, არაფერს იტყვი? თავი დაანები. ბავშვი ძალიან შეიცვალა. ხოთ კანი მხოლოდ მომვლელს ჩააბარეთ. არ მინდა რომ ჩემ ყოფილ ქმარს ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მესმის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ბავშვებო, კლასში შედით. თუ შეიძლება ყურადღება მიაქციეთ. რა თქმა უნდა. სკოლაში უცხო ადამიანი ვერ შემოვა. გმადლობთ. არაფერს. აბა შენ იცი შვილო, შესვენებაზე არ ერბინა. რა ხდება? მასწავლებელი გავართხილე. კლასში ბევრი ბავშვია, არ ვიცი როგორ მოახერხებს. რომელი საათია? თვითფრენარზე არ დაგაგვიანდეს. ნუ ელავ, დროჯერ მაქვს. თუ დაგაგვიანდება ვინერვეულებ. მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხარ. მანქანი წავალ არა უშავს. იგრებ გავადავლიოთ. სალუზმობასაც მოვასწრებ. არ მინდა რომ დააგვიანო. ნუ ელავ, არ დავაგვიანებ. დროჯერ მაქვს. გმადლობ. ნილუფერი სკოლაშია? ხო. სამსახურში არ წასულხართ ბატონო ანურ. არ მინდოდა. ბოლო დროს არაფრის სურვილი არ მაქვს. შაჰრაზადს ელაპარაკეთ. პატარა იმედი მქონდა. სულ პატარა. ადამიანს ზოგჯერ ფუჭი იმედი აქვს. საკუთარ თავთანაც არ აღიარებს, რომ სურვილიც არ აუხდება. იცის რომ არაფერი გამოუვა, მაგრამ მაინც ჯერა. მე ეს იმედიც დავკარგე. ეს პატარა იმედიც. არ გინდათ ბატონო ანურ. თქვენ და შაჰრაზადს ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ეს მანაც იცის. ჩვენ უბრალოდ ნაჩხურები არ ვართ ბენო. დავშორდით. არა, ყველაფერი ახალი მომხდარია, დრო გჭირდებათ. შაჰრაზადი იმ კაცს ხდება. რომელ კაცს? ენგინს გულისხმობთ? კანმა მითხრა დედაზე დაქორწინება უნდაო. წარმოუდგენელია. მეც არ მჭირა. შაჰრაზადი თქვენს დავიწყებას ცდილობს და სისულელეს აკეთებს. იქნებ სწორად იქცევა. რა არის სწორი ბატონო ანურ? არ ვიცი ბენო. არ ვიცი რა არის სწორი და რა არასწორი. ისევ წუხანდელზე ფიქრობ? არა. ხო, ძალიან მოულოდნელი იყო. წარსული თავს არ გვანებებს, არა?
ხო, ერთნაირ სიტუაციაში ვართ. უცნაური დამთხოვაა. არა, ჩემი აზრით, ერთნაირი სიტუაციაში არ ვარ. მე ურთიერთობა დავასრულე შაჰრაზად. ხო, მაგრამ აშკარაა, რომ შენს ცოლს შენი დაკარგვა არ უნდა. შესაძლოა, მაგრამ ჩემთვის ეს ქორწინება დიდი ხნის წინ დასრულდა. შენ კი? ჩემთვისაც დასრულდა. ონურაქსალი შენზე უარის თმას არ აპირებს, ისევ უყვარხარ. რმა უნდა იყო ამას რა ვერ ხედავდე. ჩემი აზრით შენს ცხოვრების ეს ეპიზოდი დავასრულე. დავივიწყე, გასაგებია? ჩემი ცხოვრებიდან ყველა წავშალე. პირველ რიგში კი ონური. მალე 5 საათი გახდება. ვიცი. იმ კაცებმა 5 საათამდე მოგცეს დრო. მერე რა? წარმოუდგენელია, ასე მშვიდად როგორ ხარ? ნუ ნერვიულობა არ გვითქვამს, რომ ვალს არ გადავუხდით. ფულს მივცემთ, მაგრამ გურია დროს მოგცემენ? მანქანას დავიბრუნეთ. დაგვანადგურებენ, აი ნახავ. გაუჭირდებათ. ალი კემალ. ალი კემალ. ალო. ძმაო, დავალება შესრულებულია. კარგი, ვინმე ხარ დაიჭრა? არა ძმაო. თვითმხილველი იყო? არა, ნუ ღელავ. კარგი, შვენიერია. ხომ ხედავ, მათთან ხუმრობა არ შეიძლება. ტელეფონს უპასუხე. ალო. ძალიან უხარ ბატონო ალი კემალ. ვალს აუცილებლად გადაგიხდით. რა თქმა უნდა გადამიხდით. ხვალ. ძმაო, თუ ღმერთი გწამს, გამიგე. ერთ დღეში ამდენი ფული როგორ ვიშოვო? ნუ წუწუნე ბიჭო. თუ მოინდომე ბიშოვი. ძმაო, ცოტა დრო მომეცი. გაჩვენდი. პირველ ჯერზე ჰაერში ვისროლეთ. მერე ფეხებში გესვრით. მესამედ კი იმ ქვეყნად გაგისტუმრებთ, გასაგებია? დორო, სად იყავი? რამდენი ხანია გელოდები? რატომ ყვირი? ექინთან ერთად მეცადინეობდი. ნუ მატყუებ დორო. ცოტა ხნის წინ ექინის დედას ველაპარაკე. მეც ვიყავი შენ ხელა. შენ სასაკში ასეთი თავქარიანობა არ შეიძლება. გმარა. გმარა. ისე მეჩხუბები თითქოს ცუდ გზას ვადგავარ. კაფეში ვიყავი, შენ კი საყვედურებით ამავზე. ვიცი, უბედური ხარ, მაგრამ ჯავს ჩემზე ნუ იყრი. მორჩა. წესიერად მელაპარაკე. ყვილია? არ გინდა რომ მამა შაჰრაზადზე დაქორწინდეს. შესაძლოა რომ ვიყო მეც გავგიჟდებოდი. შენზე ახალგაზრდა და ლამაზია. მამას სიგიჟემდე უყვარს. გმარა. ხელი დამარტყი? დორო. საკმარისია. დორო, სად მიდიხარ? დავიღალე. მამასთან. მირჩევნი ამასთან ვიცხოვრო. სისულელეს ნუ ამბობ, მოდი აქ. ვალდებული არ ვარ შენთან ვიცხოვრო. ვალდებული ხარ. მივდივარ. დადი. უნდა გაათენოთ? არა, რამდენიმე საათი კიდევ დავრჩებით და წავალთ. უძილობას ვეღარ ვიტან. ახალგაზრდა აღარ ხარ ოკან. პიცა შევუკვეთეთ. დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა? არ მინდა, გემრიელად მიირთვით. ხანი მელოდება. დურო, კარგად ხარ? რა მოხდა? დედას ვეჩხუბე. მოდი. დაჭიქი. საკმარისია. რაც არ უნდა გავაკეთო, სულ მადანაშაულებს. იმ სახლში აღარ დავბრუნდები. დამშვიდი დურო, ყველაფერი მოგვარდება. არა, არაფერი არ მოგვარდება. ამიერიდან მამასთან ვიცხოვრებ. სად არის? დღეს ანკარაში რჩება. რა? არ არის? დამშვიდი და დედას დაურეკე, მე წაგიყვან. არა, არ წავალ. საყვარელო, აბა რა სიზამ? არ დავურეკავ. სილა გამაწნა. რა? იმ სახლში არ დავბრუნდები, აქ დავრჩები. ან მეგობართან წავალ, იმ სახლში არ დავბრუნდები, არა.
წამოდი, ქალბატონო ნადიდე. ვახშამზე გელოდებიან. თქვენი ვახშმეთ. მე არ მშია. რას ამბობ? უშენოდ არ შევჩამთ. კანი მენატრება და ვერ ვჭამ ბატონო ბურხან. ძალიან მენატრება. შაჰრაზადი ხომ დამპირდა მოვიყვანო. სად არის? ღამით ვერ ვიცინებ. ხომ იცი სადაც მუშაობს? წადი, დაელაპარაკე. არ ჭირდებით, ქალბატონო ნადიდე. არ ჭირდებით. ეს ავადმყოფობა კი არა. დარდი მომკლავს, ბატონო ბურხან. დარდი მომკლავს. არ შეიმჩნიო, მოწესრიგდი. ისევ ხელფეხი მიკანკალებს. უღელავ. განი? რა მოგივიდა ფერმკრთალი ხარ? არაფერი. დაღლილობის ბრალია. რა უნდა მოსულო და ფიოსონ, სამსახურიდან მოვდივართ. ღმერთო. მომისმინე? ალი ქემალს თუ აყევი? მასთან ერთად რამეს თუ გეგმავ, იცოდე ინანებ. შენ ჩემი ძმა ხარ. ალი ქემალი კი მათი შვილია, გესმის? არაფერს არ ვაშავებთ, დაიკო. მე გაგაფრთხილე. კარგად დაფიქრდი. წადი. შვილო, რას აპირებთ? ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება, დედა. ბენიც უკეთაა. კერემ ბენუს გამო ძალიან ვღელავ. რატომ ვღელავ? შვილო, ბენუმ თავის მოკლას სცადა. რა? რა სისულელია, საიდან მოიტანა? ბენები გადაიჭრა. რა? რას ამბობ, დედა? საკუთარი თვალით ვნახე. როგორ ვერ შევნიშნა? მე რანაირი ქმარი ვარ. პირობა მივეცი, რომ არ გეტყოდი. მაგრამ ვერ მოვითმინე. გთხოვ, კერემ. გთხოვ, თვალი არ მოაშორო, შვილო. ბენუ ძალიან ცუდადაა. ალო, ენგინ. რა გინდა ბეიზ, ამჯერად რა მოხდა? მომისმინე, შენ შვილს უკვე მეტის-მეტი მოსდის. ახლა არცალია. რას ნიშნავს არ ქცალია? ხელი მოკიდე და მოიყვანე. კარი გაიჯახუნა და სახლიდან წავიდა. ჯერ ბავშვია. საიდან და მოიყვანო, სად არის? შენთან არ არის? მე ანგარაში ვარ. დურუ სად არის? ვიჭხუბეთ. მითხრა, მამასთან მევდივარო და წავიდა. მეგონა შენთან იყო. როგორ ხარ ძვირფასო? გამარჯობა. ძალიან მომენატრე. წამოდე, კლუბში წავიდეთ. არა, არ მინდა. კარგი, სხვაგან წავიდეთ. იტალიური კერძები მომინდა. შენც ხომ გიყვარს, წამოდე. ახლა არ მინდა. კარგი რა ბენო, არ მაწყენინო. ეს რა არის? რა ჩაიდინე? გამიშვი? ბენო, ბენები გადაიჭერი? არა. ბენო. ხო, არ გინდა. ვიცი, ძალიან გაწყენინა. რა განადგურე. მაგრამ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ. İyi akşamlar. ნახვამდის.
Aç mısın? გშია დურო? Değilim. არა. Bir daha zor görürüz. ვეღარასოდეს ვერ ვნახავ. Durucu. დურო. Anneler ზოგჯერ დედები ისეთ რამეს აკეთებენ, რაც შვილებს არ მოსწონთ, მაგრამ შენ მას არ იცნობ უმიზეზოდ ქმნის პრობლემებს. აღარ შემიძლია იმ სახლში ცხოვრება, ჯოჯო ხეთია. Yaşamaktan bıktım. tatlım anne. დედა-შვილს შორის ხდება ხოლმე გაუგებრობა. Zevk alıyorum. ხედავ? სიამოვნებს. Açmayacağım işte. არ ვუპასუხებ. Merak ediyorum. ალბათ ღელავს. Ya ne demek? არა მგონია. გააჩერე. დამელოდე, კარგი? კარგი ხალოდრო. Sen Ben kadar. resmi mi yapıyorsun? არა. კარგი. İyi. Kaan'cığım. კან, ხელები დაიბანე. საღებავით გაქვს დასრული. İyi akşamlar. საღამო მშვიდობისა. Duru burada. დურო აქ არის? İçeri არ gir. შემოხვალთ? Ne აქ რას აკეთებ? შენ რას აკეთებ აქ? თავი ვინ გქონია? წამოდი სახლში მივდივართ. Seninle hiçbir yere gitmem. შენთან ერთად არც აწამოვალ. Sen შენ უთხარი რომ აქ ვიყავი? არა, დურო. Babamla konuş. მამა შენს ველაპარაკე და მან მითხრა. წამოდი. გეყოფა ტაქსი გველოდება. Anlamıyor musun? არ გესმის? Gel. არ წამოვალ, თავი დამანებე. Beni ya. დურო, წესიერად მელაპარაკე. Beyza. ქალბატონო ბეიზა, ბოდიში რომ ვერავი, მაგრამ თუ გინდათ. Ama istersen დურო დღეს აქ დარჩეს. burada kalsın. Evet. დიახ, სწორად თქვით, ჯობია არ ჩაერიოთ. Bırakın. ნება მომეცეთ ჩემ შვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თავად მიმიღო. Lütfen. ქალბატონო ბეიზა გთხოვთ. Siz kim olursunuz ვინ ხართ რომ ერევით? ki bana? Anlıyorum seni. მესმის განარვეულებული ხართ, მაგრამ დააფიქრდით რას ამბობთ. Ben sadece მე მხოლოდ ენგინის თხოვნას ვასრულებ. Ha, şimdi ენგინის თხოვნას ასრულებთ? değil mi? Engin ben. დურუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს თქვენ განდობთ? Duru çabuk დურო, gidiyoruz. ჩქარა ჩაიწვი მივდივართ. Sen laftan anlamıyorsun. ვერ გაიგე რა ვთქვი? Gel. არ მოვდივარ. Alo Engin. ალო ენგინ, Şu kızına შენ შვილს უთხარი რომ არასწორად იქცევა. Neredesin? სათხარ. დურო შენს თანამშრომელთანაა და ამბობს რომ აქ უნდა დარჩეს. არ მომყვება. Şehrazat. შაჰრეზადის სახლში ხარ? იქ როგორ მიხვედი? როგორ მოგცეულიყავი შვილი ქუჩაში დამეტოვებინა? საკმარისია. Şimdi de ახლა უკვე სახლში მივარდი? ენგინ, მე ვთხოვე დურუს მან დარჩენილიყო. გასაგებია? მე. არც კი მკითხე. დურო დღეს მან დარჩება, გასაგებია? ეს საკითხი დახურულია. Engin. ენგინ, Pekala. კარგი. რადგან მამამ დარჩენის უფლება მოგცა? şey რამეს დალევთ? Anne gider. დედა წადი. მე და შაჰრაზადმა ფილმს უნდა ვუყუროთ. Öyle olsun. კარგი წავალ. Ama senin მაგრამ ლაპარაკი არ დაგვისრულებია. სახლში რომ დაბრუნდები, აუცილებლად გაგებინებ პასუხს. Bir sırada პოპკორნი გავაკეთოთ? რა თქმა უნდა. ამაში ჩეული არ ვართ. დიდხანს რომ ხარ მარტო განვიცდით. გოგონებთან ურთიერთობის თავი აღარ მაქვს. ბოსნიაში დაღლილობისგან კი ნაღამ მოვკვდი. შეხვედრები მქონდა, მშენებლობაზე ვიყავი. გეყოფა თავისკება ხედავთ, რა საქმიან კაცად იქცა? რა იყო? არ მოგწონთ ქალბატონო? ჩვენს მაგას ვამბობთ. გოგონებთან ურთიერთობის თავი აღარ გაქვს. გვინდა დაგეხმაროთ? არა, ამ ასაკში გოგოს გარიგებით არ გავიცნობ. Bırak Mert vallahi. თავი დავანებოთ ბურაკს. Yani bunu ჩვენ ვართ დამნაშავე, არ ღირს მისთვის თავი შეწოხება. Yani kız. ყველა გოგო მე დამრჩება. Ne yapıyorsun? რას აკეთებ ბენო?
ბალიშის გარეშე ვერ ვიცინებ. მაგას არ გეკითხები, ბალიში რატომ აიღე? მის სახებში დავიცინებ. ბენუ, ნუ სულელობ. ასე აჯობებს. ბენუ, არ გინდა. ასეთი საქციელით სიტუაციას უარესად არ თულებ. კერემ, გთხოვ. პრობლემებს ასე როგორ მოვაგვარებთ, ბენუ? როგორ? მისაღებში მე დავწოვები. ავე მშვიდობისა. Günaydın. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ქალბატონო ბეიზა. დურო კარგად არის, ნუღელავთ. ცოტა ხნის წინ სკოლაში მივიყვანა. არა, თქვენთან მინდა ლაპარაკი. Çok az zamanınız alır. ცოტა დროს დამითმობთ. Dün gece მოდერს გეხდით. გუშინ უხეშად მოგეკეცით. არა უშავს. ბუნებრივია, რომ თქვენ შულს აღელავდით. ენგინმა დურო მეტის მეტად გაანებივრა. მამებს გოგოები ძალიან უყვართ. evet. დიახ, Engin ენგინიც ასეა. შეიძლება დავშორდით, მაგრამ დღემდე დიდ პატივს მცემს. ყოველ დღე ვნახულობთ ერთმანეთს. Çok doğal. ეს ბუნებრივია. Bir kızınız var. თქვენ შვილი გყავთ. ერთმანეთი აუცილებლად უნდა ნახოთ. Şehrazat ქალბატონო შახრაზად, მე და ენგინი მხოლოდ ოფიციალურად დავშორდით. siz de ხომ იცით, ზოგჯერ bazen ადამიანების სიყვარულს მაშინ აფასებენ, როცა შორდებიან. Beyza Hanım. ქალბატონო ბეიზა, ამას რატომ მეუბნებით? ben მე kocama hala ჩემი ქმარი ჯერ კიდევ მიყვარს. Bunu ამას მე არ უნდა მეუბნებოდეთ. kocam იმეორებ, ქმარი მიყვარს, მეთქი არ გესმის? Bu sizin ეგ თქვენი პრობლემაა. თქვენი ნებართვით წავალ. ენგინი მელოდება. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.